მოგესალმებით მეგობრებო, მონოლოგს დავიწყებთ სასიამოვნო ნიუსით. თბილისის მერიამ 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ფინანსური დახმარება 10,000 ლარამდე გაზარდა. Yakarki ambawiya gacho genacვალოთ ნიკა მამუა და პაპა. ოჩარ. რამდენი ხერბანა გავახსენა შენ? აშექვში. კარგია. შეხარ შევთან შენ აშოჩ. ხუმრობა იქეთ იყოს და შენ რა გენაღლება ჩემო ნიკოლოს 59 წელი დაგრჩა და მე სად ვიცადო 54 წელი არ ვიცი ისე ორივე ერთად რომ მივიდეთ მერიაში 10,000 ლარს ხო არ მოგცემდნენ შემთხვევით აი ჯამში 103-ის გამოვდივართ და მაგთვალსაზრისით ორივეს ერთად რას მოგცემენ არ ვიცი მაგრამ ცალკე კი მომიღუნია 5,000 უკვე თანხებში რო გადავიყვან ვასაკი ასე გამოვა თანხებში თუ გადავიყვანთ მაშინ აწი ალბათ ასე დალოცავენ ადამიანებს იცოცხლე 10,000 ლარამდეო იცოცხლე 10,000 ლარამდე ფოთაშორის 2-3 წელიწადში დიმასაც უწევს 10,000 ლარი კაცანი ჯიმეში რა გენაღლება მშვენიერი იზე რა ცუდია რომ ეს წესი მარტო თბილისშია რეგიონში რო ცხოვრობდა ტყუილად რო ხდები 100 წლის არავინ არ გიფას 100-ია გენაცვალე ახლა გადავიანგარიშე ჩემო კარგო და ბანკის ვალები რო გავიშტუმრო მინიმუმ 300 წელი უნდა ვიცოცხლო ვინგიშლის თანაც ისესწრაფად გაიფრეს ეს 300 წელი თვალის დაკავებაში ხუმრობის გარეშე ვუსურებ ჩვენს მაყურებელს დიდხან სიცოცხლეს რა თქმა უნდა გვიყურეთ ჩვენ რადგან სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს და გპირდებით რომ ეს პრემია მილიონამდეც გაიზრდება აი ჩვენ რომ მართლა მოგვიწევს მანამდე კი ვიცი აუცილებლად ასე იქნება კი ბატონო მე კი შეგახსენებთ რომ ჩვენ შოუში დოლგარმოზე უკრავს და დიდხან სიცოცხლის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოსიტაშვილი ენასოლეთ ახლა კი თემა სახელწოდებით ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა ჰაკერებმა სატრანსპორტო პროგრამა დააჰაკეს რის შედეგადაც ხალხი მგზავრობის საფასურს ვერ იხდიდა და უფასოდ მგზავრობდა ავტობუსით ეს რა კვირა დაუდგა თბილისელებს ჯერ 10,000 ლარი პრემიაო და ახლა კიდე თლაც საოცრება დაემატა უფასო ავტობუსი უბრალოდ უფროსი თაობის ადამიანები დისკომფორტსაც გრძნობდნენ ერთმანეთს თანხას რო ვერ უხდიდნენ ავტობუსში ხო იცი როგორი წესია ერთი დღით დაიკარგა თბილისური ტრადიცია აი ეგ არის უბრალოდ მოკლედ ამ ფაქტის გამო იმ დღეს თბილისი გაივსო ბედნიერი მგზავრებით და დაბნეული კონტროლერებით ისე ეს ჰაკერებიც მაგრები არიან სატრანსპორტო კი არა საბანკო პროგრამა დააჰაკეთ კაცო ავტობუსის ფული კი აქვს ხალხს იპოთეკის არა აქვს ჩემო ბატონო ან ბანკი თუ არ გამოდის რესტორნები მაინც და უფასოდ ვიქეიფებთ რა პრობლემაა შეგინდათ ისე შენ სულ კეიფზე რატო ფიქრობ ხანდახან ბანკზეც იფიქრე ხო და იმას ვამბობდი გადახდის აპარატი არ მუშაობდა და მუსიკა ჩაირთო მუსიკის გაშვებას თუ შეიძლებოდა ეს რომ ძღოლებს ცოდნოდა თაკამდე სულ ქსოვრელები ეკრებოდა თაკ ბატონო სხვათა შორის გოგიამ რო გაიგო უფასო ავტობუსიო იმ დღეს მოვიდა სამსახურში არა არ მუშაობდით ჩაწერა არ იყო მაგრამ ავტობუსი იყო უფასო და მოვიდა კაცი რა გინდა სანამ ჩვენ ავტობუსით დავკროდით უფასოდ მანამდე კვარას პირველი თამაში შედგა პარიზ საინ-ჟერმენში ფრანგი გულშემატკივარი ძალიან მაგარი მომზადებული დახვდა ჩვენს ბიჭს მთელი სტადიონი სკანდირებდა მუჭარეკცია კვარაცხელია კი ბატონო ზოგი გულშემატკივარი კვარას ეძახდა დეგოუ მე გამიხარდა იხელა კაცი ადარ ეთქო და თურმე გოლს ითხოვენ ასე ეგენი არა გოლი თუ არა ამ ეტაპზე მაგრამ საგოლე პასით კი გამოირჩა თუმცა ჯერ დროს ჭირდება იმდენად არა ჯერ ახალ გუნდს მიჩვეული რომ ჯერ კიდევ ლუკაკუს ეძებს სტადიონს ასე იყო თუ ისე იმ დღეს კვარა გახდა პარიზის სავიზიტო ბარათი ანუ მასთან უფრო მეტი ფოტო გადაიღეს ვიდრე ეიფელთან
თანაც იმხელა ხმაზე ყვიროდნენ კვარაო მარსელიდან დარეკეს დაგვაზინო. ერთი საინტერესო ფაქტი მინდა გითხრათ მეგობრებო და ყურადღებით თუ შეიძლება. 2001 წელს რონალდინიო გადავიდა PSG-ში და 2002-ში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ბრაზილია. კი ბატონო, 2017-ში უკვე მბაპე გადავიდა. ისიც 7 ნომრიანი მაისური და 2018-ში საფრანგეთი გახდა მსოფლიო ჩემპიონი. კი ბატონო, 2021 წელს კი უკვე თავად მესი გადავიდა PSG-ში და იქ 2022-ში არგენტინამ რაც დაატრიალა მსოფლიო ჩემპიონი გახდა ჩემო ბატონო. ხო და რა უნერვიულობთ აქ მსოფლიოზე გავალთ თუ არაო? გავალთ კი არა, ჩემპიონობისთვის ემზადე ქართველო ერო. მაგარი დამთხევა ისე და რო აგვიხდეს ახლა არ იქნება სასწაული. უი, შენ პირ შაქარლაბატარფანი. ევროპული სტადიონების გარდა უკვე ამერიკის რინგიც დავიფყარით. UFC-ის საუკეთესო ხუთეულში 2 ქართველი მოხვდა. მერაბ დვალიშვილი და რა თქმა უნდა ილია თოფური. ყოჩაღილია, ყოჩაღ მერაბ. ეს ჩემი სიტყვები არ გეგონოთ. დანა ვაიცმა თქვა, თანაც ქართულ. ხო და მგონი დროა ლოგოზე UFC ქართულად დააწერო. შენი ხურე ჯობატა და 5-დან 2 ქართველი 40%-ია ძმაო. კი ბატონო. ანუ ეს სპორტულადაც მაგარი ამბავია და მათემატიკურად. UFC-ის ფედერაციის პრეზიდენტს უთქვამს 3 ქართველიც და გავდივართო. სხვათა შორის ბევრიც არ დააგვიანდება. აგერ 9 თებერვალს თოფურია ძმასაც უნდა ეჩხუბა, მაგრამ მოწინააღმდეგე აიტკივა რაღაცა და არ გამოდის. ახლა დაიმართება ყველა. ხო, არა უშავს. ამ ეტაპზე დამიჯერე 2 საკმარისია. ხუთეულში 2 ქართველი მოხვდა და ამისთვის ბევრს მოხვდა კეფაში. ხოლო რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ის ერთადერთი მებრძოლია, რომელიც UFC-ის რეიტინგში ჩერეს მექსიკით მოხვდა. ახლა კი სპორტული კლიოზნიკობა. დიახ. შეიძლება ასე ითქვას. აზერბაიჯანი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს უხარისხო მედლების ჩანაცვლებას თხოვს. ეთქობა ოქრომ დაუწუნეს, ეს 585 სინჯისაა და ჩვენ 3 ცხრიანი გვინდოდაო. მართლებიც არიან მე თუ მკითხავ. სად ოლიმპიური კომიტეტი რო შეემოწმებს ოქროს ხარისხს და სად ბაქოელი ოქრომჭედელი ბახრაბა კბილები. რაც შეეხება ვერცხლს, აზერბაიჯანელებმა შეუთვალეს მედალი გაშავდაო და იქიდან შემოუთვალეს ნაღდი ვერცხლი შავდება ძმაო. აზერბაიჯანელმა სპორტსმენებმა როგცოდნო და ასეთ უხარისხო მედლებს მოგცემდით, პირდაპირ ტემუდან გამოვიწერდით. ამდეს გევარჯიშებდით. ოლიმპიურმა კომიტეტმა ნაღდი ოქროაო, აზერბაიჯანის წარმოადგენელმა კი უპასუხა ნაღდი ოქრო ესაა ძმაო და უკანა 4 კბილია ჩვენ. ოლიმპიურმა კომიტეტმა თქვენ ვიყოფილ ხართ, ერთხელ მოიგეთ და ოქროს ხარისხს გვიმოწმებდა. ეგერ ტალახაზეც იმდენჯერ შევაპარეთ სპილენძი ხმარ ამოუღია კაცო. მე გეტყვით სიმართლეს, სინამდვილეში მართლა უხარისხო კი არა, უბრალოდ იმდენჯერ გააფხეკინეს ლომბარდში გასასინჯად, გააცვდა და დაპატარავდა წონაში. რა ქარს ეხლა? ამასობაში ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე დაარქვა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ტრამპმა მექსიკას ყურე აუწია. ანუ ყურე აახია. ბარემ თლიანად მექსიკას დაარქვას ამერიკა და მექსიკელებს ამერიკაში გადაპარვა აღარ დასჭირდება. კი ბატონო. უკვე თვითონ ამერიკაში ცხოვრობენ. ეს ტრამპიც გამაგიჟებს, რომ ამერიკისკენ მიმავალი ყურე მაინც დაერქმია. მაინც მაკედან მიცურავენ ამერიკაში. ისე შეგვეკითხეთ ძმაო ქართველებსაც რამე ჩვენთვისაც უცხო კი არაა მაქაურობა რაღაცა რა ვიცი ყურეს კიდე არა უშავს თავარია მექსიკურ კარტოფილს არ დაარქვას ამერიკული კარტოფილი თორე შეიძლება მესამე მსოფლიო ომი ახდეს გეუბნები სხვათა შორის როგორც გავიგე ტრამპი ამის შემდეგ აპირებს თავის კონტინენტზე არსებული მტრულად განწყობილი ქვეყნების სახელების შეცვლას მაგალითად ვენესუელას უნდა დაარქვას ტრამპასუელა, კუბას კობა, ძმაკაციყოლია ქართველი ჩაინიკაო არ ვიცი ვინ არის, იმის საპატიოსაც. მაგარი ბიზნეს პროექტი განახორციელეს კოლუმბიაში. პაბლო ესკობარის პირადი თვითმფრინავი სასტუმროდ გადაკეთდა და ქირავდება. ესე იგი ტიპმა ფული შოვნის
რამხელა მემკვიდრეობა დატოვა. მისი ვადაგასული თვითმფრინავიც კი ფულს აკეთა. პირველი ვინც შეყოთ, იცოდეთ, მტვერი არ გადაწმინდოთ. არსად. ფრთხილად შეიკნოსეთ. ამიტომ მაგ სასტუმროში ჩაის რომ მოითხოვთ, ყურადღებით იყავით. შაქარიც ეგეთი ექნებათ. შესასვლელი. შესაბამისად, ეს ერთადერთი თვითმფრინავია, რომელიც თვითონ არ დაფრინავს, მარტო გზავრები დაფრინავს. ალბათ ამ სასტუმროში რომ შედიხარ, ბორდგამცილებელი გამოდის და პირობებს გიხსნის ცნობილი ჟესტიკულაცია. საძირებელი განთავსებულია, ორი ერთად გიხსნას. კარატამ, ტუალეტი. ბატონო. და ორიული ჩასასვლელი აქეთ იქეთ. დამატებული ამბავი მათ საშხაპე გვერდი. კი ბატონო, ერთი სიტყვით კოლუმბიაში ჩასული ტურისტების დაცვენებაზე და გართობაზე ზრუნავს თვით პაუბლო ესკობარის თვითმფრინავი, ხოლო ჩვენ შოუში დოლ გარმონზე უკრავს და კეიფის ხასიათზე გვაყენებს ქსოვრელები და თვით გიორგი შოშიტაშვილი. პაბლო გიორგი ჩემო ნიკოლოზ, როცა 100 არის ხოლმე გამოვწკეპილი ჩვენი გიორგი, ხო ხდები რაღაცაში არის საქმე. ამ ამბავში მეც ურევი ვარ, იცი შენ. თქვენს დილობას გაუმარჯოს მე. გიო, უთხარი რა გავაკეთეთ. ჩვენიერი სიმღერა, ეხლა ხო არის აკეიფო სალაღობო სიმღერები ერთი. შენ შევკრიბეთ ბევრი. კი ბატონო, თანი ყველა ის სიმღერა, რომელიც შენ გიყვარს. ხო, ნაცნობი სიმღერების პოპურია, რომელიც ვიცი რომ შენ გიყვარს, შენთვის ავარჩია. ორ ბოთლს რომ გადაცდები ხოლმე და ასე რომ იძახი, მიდი ისო, დავაჭერ ხელს და ყველაფერი ერთად გაივლის. მე ასე მოყოლით უნდა მითხრათ ახლა ეს. თუ დავჯდე და მომასმენინე. რა ვქნათ გიო? კი ბატონო. მოკლედ ჩვენს გადაცემაში ახალი პოპური გიოს შეთხზული, აკინძული, ქსოვრელებთან ერთად მეც რაღაცნაირად მივეშველე და პირველივე წავიდად ვიგრიალოთ პაატას და ნიკას შოუში. წავედით.